ლაპარაკობს დაუჩვენებს ბექადე შუბას. ბექადე შუბა 93-ის YouTube არხი. კრწანისი FC ისანცულა. ეგრევე ჩემ ხარეს აღმოჩნდა მისტერ ბუზალი. და ამ თამაშთან გამოცდილება უკვე გვაქვს. სწრაფად შესულა ბეტოქის მეორე ნახევარზე, სწრაფად ძალიან დინამიური თამაში გასწრეს ბიჭებმა ეგრევე. ჩაჭრა კომლამ. ნახოთ აბა რა იქნება, როგორ იქნება. ეს არის ყველაზე გრძელი ტურნირის თამაშები ჩვენი, ანუ მთელი წლის ტურნირი რო არის, ეგ თამაშებია მანდავად და ნახოთ რა იქნება და როგორ. ბუზალ უნდა აიღო ეგ ბურთიო, ბატონო ბაჩო ბრძანებს, მაგრამ ფიქრობ ბუზალამ თავისი გააკეთა. გადავრჩით. შეიძლებოდა გოლი და ვერ გაგვიტანეს. გავათამაშეთ, შემოვიტანეთ ბურთი მოედანზე. ჯერჯერობით გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, რა, იმ ოპერატესობაზე საუბარი ჯერ ზედმეტი რა მეგობრებო, იმიტომ რომ როგორც ხედავთ თანაბარი თამაში მიდის, ვაჩეარი ბურთით ამ დროს აქ წაუპატკატეს. ბუზალა ბურთით, ბუზალამ შორიდა ჩასვა. ბუზალ შეგენაცვალეს, აიდან ჩააგდო. აი ეგრე ბუზალ, ამას გეუნები, ამას. ავტობუსში ცელაპარაკე. შეუბერე მეთქი ითამაშე. იმპროვიზაცია ის თამაში, რა თამაშაც შენთული, რომ წაგივა, იმიტომ რომ ზოგჯერ როცა აქედან კარნახობს, ტრენერი იქნება თუ მშობელი იქნება. სულ სხვა მოცემულობა არის სტადიონზე და აი ეგრე ბუზალ ჯიგარი ხარ. კიდე ბევრი გვინდა. სულ სხვა მოცემულობა აქედან მოედნის ფარგლებს გარედან სხვა რამეს ხედავთ ჩვენ და სხვა რამე ხდება ხოლმე რეალურად. ამიტომ ბუზალას ეს გადაწყვეტილება რომ სივცე დაინახა, სწორად დავარტყაო, ჩათვალა და არტყა და ჩასვა კიდეც გოლი. ამის საშუალება ბავშვებს უნდა მივცეთ, რომ თავის ფანტაზიის მიხედვით ითამაშონ, იმპროვიზაციის მიხედვით. ესენი ყველაფერს გეომეტრიულად აღიქვამენ. როგორც ნახაზებს ისე ხედავენ. ასე რომ ბუზალამ სწრაფი გოლი. მესამე წუთის მიწურულს, კაი ლამაზი ეფექტური გოლი ბუზალამ გვანახა და ფიქრობ ამით არ გაჩერდება, როგორც წესი, როცა ერთი გოლი გააქვს ხოლმე, მეორე მესამესაც მიაყოლებს ხოლმე. ბოლომდე იბრძოლებ, გელი ხარ. აი რა დროს წაბურძიკება იყო, მან რა წაბურძიკება. ამოიტანა კოპალამ ვაჩე ბურთთან. ნატროს აქედან აქვს შანსი დიდი ფლანგზე. კარგად თამაშობს ხოლმე და კუთხური, ჩვენი პირველი კუთხური და თამაშში პირველი კუთხური. ნახოთ. მაღალი პულსია. მე მაქვს მაღალი პულსი და ვინც დარბის იმას რა ექნება წარმომიდგენია, ასე რომ ატმოსფერო მეკარე და ძალიან ხელის გულებით გამოიტანა. აქ შეცდომა აღება შეელო და ზოგადად მუშტებით უფრო ეფექტურია შორს მიდის ბურთი. მაგრამ არა უშავს, იმისთვის გვაქვს ეს თამაშები, რომ ვისწავლო, დავიხოცოთ, წინ წავიდეთ. შეცდომები ბევრი უნდა დაუშვათ. აქ ამასაკში რომ დიდობაში შეცდომების კასკადი არ გქონდეს. ბატონო ბუზალა. ვაჩე. აი ზეპირი მოძრაობების ამბავია, ერთი კაცი, ერთი ბუზალა რატო არ ჩაყევი, აი შენი შეცდომა. ბუზალა უნდა ჩაყოლოდა, პასი მისცა და გაჩერდა. აი ეს არის კომპლექსურად ხედვა სტადიონის. არ უნდა გაჩერებულიყო იქ რომ ჩაყოლოდა ეს გოლი იქნებოდა. ყველას გასცდა. ჩვენ ტრენერის ხმა ისმის
მარტო ჯერჯერობით სტადიონზე, იმიტომ რომ ღელავს ბატონი ბაჩო და ჩემი ტვინის ბულღვა. მხოლოდ და მხოლოდ, სხვა არავის. აიტანე, აი ეგრე, აიტანე. მიდი ბოლომდე შეავიწროვეთ აი ესე. კარგია. მაღალი პულსია, მაღალი ტემპია, მაღალი დინამიკა. აკომლა ძალიან წინ, ესე წინ რა თუნდა შეგდება ბურთს, ბიჭო, რა თუნდა ესე წინ შეგდება. აგვიტრაუმეს ბუზალა. შეიძლება მოტრიალებაც პოზიციურად შემოუბრუნდი ბურთი რო ესე მოდის, ბიჭო და პირდაპირ ფეხი დაახვედრე. არ უნდა ამას გუნკერდის დახვედრება. აჰა, კიდე შანსი. ჯარიმა. შანსი გვაქვს, მეგრელას შანსი. დარტყმა მეგრელას მიერ. ცოცხალ კედელს მოხვდა. კუთხური. კარგია, მიდი ბუზალ. ჩაკიდა, კარში არ ტყავდა, თუ კარში წავიდა. აჰა, ვაჩე გაიყვანეს პოზიციაზე, ვერ გავიდა. ოპაც. თავი. რა პენალტი დავჯარიმდი ჩეტევაში კაც. მერვე წუთი იწურება, მეგობრებო, 1-0. მეორე წუთზე კი არა და მესამე წუთის მიწურულს. ბუზალამ ეფექტურად გაიტანა. შორიდან ცხრიანში, ლამაზად, ნაფიქრად. მოკლედ მე ვერ მშორდებია, მე ძალიან მოწონო არა მათ, თუ ჩემ გარ შემოტრიალება. აჰა, ისევ ჩემთან არის. შეიძლება აქედან ბუზალ. მე კარე ადგილზეა. კაია ჯიგარი, აი ეგრე. ჯიგარი, ბუზალ. კაია ჯიგარი, კაია ბუზალ მეთქი, უნდა მეთქვა და. აჰა, ეს ტაკოების მიშვერა რა არის? ბურთზე და კიდე დააჭე. ჯიგარი ხარ, ურტყი შორიდან. რამდენი შანსიც მოგეცემა ბუზალ იმდენი დაარტყი შორიდან. დააწყნარე დადუ ბურთი, ვის აძლევ, აბა ვის? ვინ დაჯარიმდა? ჩვენ დავდაჯა, ბიჭო რა ამჭირს, ენა ჭხლართულობა მჭირს, ჩვენ დავჯარიმდეთ. არა და მეტყოლების პრობლემა არა მაქვს.
რაც არ უნდა იყოს თეატრალური სტუდენტი ვარ და მეტყველების სავარჯიშოები ისეთი ფონტია, კარგად გვაქვს გავლილი. მთელი ცხოვრება რომ გაყობა ისეთი ვარჯიშები. კარგი, დაუბრუნდეთ სტადიონს, ჩემი რომანტიკა არ გჭირდება აქ. ჩემი წარსულები. ოჩაკ დადუ. არამამ გადაგვარჩინა. კაი იყო, კაი, კაცო დადუ პოზიციურად რა გინდა ბავშვმა გოლი. რეალური საგოლე ის გამოვიდა. არა დააწყნა რომ ვის აძლევ წინ. მასე წრაფლ შემოაქვთ ბიჭებს კრწანისისგან. ბურთი ეფექტურად ჩატეხეს ანდრია, მაგრამ ჩაიტეხარო. გააქტიურდა კრწანისი. მეტი დაცვა უნდა ვიფიქროთ, რახან გააქტიურდნენ შეტევაში, ასე რომ ესე ბურთები უკვე იკარგება წინ, მგონი კარიდან გათამაშებით ამოსულა ჯობია. ბიჭებო, ვიდრე ესე ხათქა-ხუთქით ყველა ამოტანილი ბურთი თითქმის დავკარგეთ. დაატყავს ეს. არა, ბიჭო, რა გჭირთ ამ ბურთის მიღებაზე? ჯარიმა. ჩაკიდა ბუზალამ, ნატროზე, ნატრო, შენი გაფწყინება გვინდა, მოგვენატრა. აჰა. გეზირედუო. ჩაგვიტეხეს ერთი დაცვა. ფეხის აცილება ბიჭო, ვაიმე. ანდრია, შენი შეცდომა, ეს რა იყო ბიჭო? აუ, არაფრისგან მომენტი შეუქმნით მომენტი და ვაჩუქეთ მომენტი რა. აჰა, სწრაფი მეორე, აი ესე ხდება რა. всё, მორჩა, დემორალიზება წავიდა გუნდეს. ესე ხდება, არ გააკეთებენ და მორჩავს, იო. მთელი გუნდი ზემოთ არის ამოსული, ბიჭო, ან დაცვაში ჩაიწიეთ და ჩადით. ან რა ვიცი მე, ან თავდასხმაში ამოიწიეთ, რაღაცა არსად არ არიან. ამდენი კაცია დაცვაში და რა გოლი გაუშვეს. всё. თამაშის თავიდან დაწყება კი არ უწევთ, თამაშის შემოტრიალება უწევთ. ერთ წუთში 2 გოლი გაუშვეს. ახ. შუაში როგორ არავინ არ ახართ ბიჭო, როგორ აი всё მორჩა რა. დაკარგეს ამათმა თამაში. მეორე ტაიმამდე კარგად იყავიებს ისანი. არა ბიჭო, წინ ეკა. წინ არავინ არ ახართ არასდროს ბიჭო და ნუ აგდებთ ამ წინ ბურთს რა. ვის აძლევთ წინ? შენზე მაღლა როგორ უნდა ახტეს ბიჭო, პაპა. ახ, რა დებილო შეცდომებს უშვებთ. არ შეიძლება ამნაირი შეცდომები. პარապ, შენზე დაბალია, შენზე მაღლა როგორ აგიხტა ბიჭო.
2-1 ვაგებთ. ძალიან მცირე ხნით მქონდა უპირატესობა და რასაც ქვია თავზე დაგვაჯდნენ, იმიტომ რომ დავისვით. აჰა, კიდე მარტო დავტოვეთ. აკაი გათამაშება. ავტოგოლისგან გადავრჩით. ამოიტანეთ გათამაშებით ბიჭო, ვერ გაიგეს, ვერ მიხვდნენ რომ ყველა ბურთს კარგავენ რა. აა 2-1 ვაგებთ. ერთ წუთში 2 გოლი შეგვიგდეს ბიჭებმა. რა ერთ წუთში და 30 წამში სადღაც. კარგად გაიყვანა ფლანგზე. კოპალა, მაბონახოთ როგორ გამოიყენებ. არაფერი ბურთზე იყო, გააგრძელეთ. იბრძოლე ვაჭე. აი მეგრელა მიიღო ისეთ პოზიციაში მიიღო რომ შემოbrunებასაც ეგრევე ტანით ახერხებდა. ეს არის მიღება და ეს არის დამუშავება. ოჩაღ მეგრე. ბიჭო, ნუღა მოგაქვთ, წამოაგორეთ და ისე ამოიტანეთ ამ ჩაკიდებით. ჩემს საათზე 7 წუთი დარჩა დამთავრებამდე. ბევრჯერ არ დამიპაუზებია პრინციპში და ესეთი ბრმა პასები არ გვინდა ახლა. რა ეს რონალდინიოები არა ვართ პუზალე ხლა. ოჩაღ მეგრე ჩაჭრა. ამდენ ხანს უნდა ეტრიალოთ ამ კვადრატში ახლა. ესე ადით და შეავიწროვეთ, ადით აყევით. კუთხური
აი ერთი კაცი ბიჭო სულ ამას ვიცახი მეკარეს დაუდექით ერთი კაცი ბიჭო წინ აგორი აროჩე ამის არის მე შევიდე და მე ვითამაშო რა რამას შანსი რომ კარში გაუშვას კარგად გაუშვა და აცდა კაი ეგრელაც მეორე ჯარიმა საჯარიმო მეორე ტაიმი გახურდა მეგობრებო პირველი ტაიმი დაგვიმთავრდა 2-1 სამწუხაროდ ისეთი გოლი გაუშვით 2-2 პირველი საერთოდ შეშოქმენი ჩვენ საჯარიმოში და მეორეც არ იყო გასატანი გოლი მაქვს შეგრძნება რომ ამ თამაშის შემოbrunების შანსიც არის და უფრო მეტიც მოგებისაც თუმცა ყველაფერს გვიჩვენებს რეალობა და მოცემულობა იმისა თუ როგორ დამთავრდება არაუშავს შეცდომები რაც შეიძლება მეტი უნდა შევისწავლოთ დაშვებული შეცდომები უნდა შევისწავლოთ რომ იქ დიდობაში არ დაგხვდეს ის რაც აქ შეიძლება რომ აღმოიფხვრას, ასე რომ შეცდომებით მხოლოდ სწავლობთ და ვითარდებით და ეს ტურნირებიც მხოლოდ ამას ემსახურება არაფერს სხვას. დაახვედრა თავი პატუცემულა კომლამ, ბუზალამ, აი ესე ბუზალა, ეს კაია ბუზალ ურტყი შორიდან. That's what I am talking about. ცოტა დავითურგუნე პირველ ტაიმში მეგობრებო, ამიტომაც შესაძლოა მოუკელი საუბარს გამხნევებას, იმიტომ რომ ეხავს როდესაც ხედავ რომ თამაშს 30 წამში ასე რადიკალურად გარდაგისახავენ ისე რომ გათანაბრება კი არა, საერთოდ შემოსაბრუნებელს გაგიხდიან თამაშის. მცირე ოპერატესობა გვაქვს იმ გაგებით რომ ოჩახ ციყვი ხელაზე აიტანა აგე ბოლომდე სუმაგას ვამბობ კაი იყო ციყვი კარგად აიტანა მცირე ოპერატესობა გვაქვს ბურთს უფრო მეტად ვაკონტროლებთ იქ ზევით კართან ხშირად ვტრიალებთ ბოლომდე აქ ვინა ყავს ცენტრში მეგრელა ჯარიმა დაარტყავს ეს აჰა ბუზალა კარგია მიდი ბუზა გეხვეწები დაასრულე დაარტყი აი ესე კაია ბევრად შექმნით უპირატესობა ბევრნი ხართ არ დაკარგა კი ნამდვილად გასული იყო ვერ დაინახა მსაჯმა თორე როგორც დავინახე ისანმა გადაუშვა ეს ბურთი ოპაც
გაგვიუქმეს გოლი არა და გოლი იყო. კარგი იქნება ასე დროს მოწინააღმდეგე გუნდმაც თქვას ხოლმე რეალობა, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ეხავს როცა სამართლიანობა არ ზეიმობს. სამართალია მაინც. გაისწორე დაარტყი, აი ეგრე. არა. იქვე გაათამაშეს და აქ შეიძლება მაღალი პრესინგი ამოიწიეთ. ამოიდა ესე. ოჩაღ, აი ესე. აი ესე. გაიქცა. კაია ბუზალ. მე ვერ გავიგე იქ რა მოხდა, გაბრიელმა ერთი მოიგერია, მეორე მოიგერია და მე რა მოხდა, ვიცი შეცდომით გავიდა. კიდე აცილება, კიდე ამანაც რა გააკეთა. გაგჭირთ ბიჭო, კაი იმანა აცილა. არა, არ შეიძლება რა ესე რა უკვე რა. ეს უკვე აღარ ეპატრიება რა მოთამაშეს რა, როცა ესეთები ხდება. მერვე წუთი ამასობაში 3-1 ვაგებთ. კომლა როდის ახტა რა, საერთოდ არ იყო ხა აქ. ესეთ სიტუაცია რომ თავზე ბურთი გადაგხდომოდა. აი ეს არის რა. ბევრი მუშაობა რომ ასეთ შეცდომები არ იყოს. ბევრი თამაში, ბევრი ასეთი ტურნირები და რა თქმა უნდა წაგება გვიხარია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ისა მოგება გვიხარია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია განვითარება, რომ მომავალში ის შეცდომები რაც აქ არის, დიდობაში აღარ გავყვათ ჭარიმა. ამჯერად ბუზალა შემოგთავაზებთ საჯარიმო დარტყმას და ნახოთ რა იქნება. 10 კარსა. 3-1 აქტიურად ვაგებთ. საწყენია, მაგრამ ვაგებთ. აიტანა ბარამამ, ნატრო არის ფურთან ახლოს, ხელი კრეს ნატროს, ორიენტაცია დააკარგვინეს.
ბარამ, კარი ამოიღე მიზანში, კარი. კარები ამოიღე მიზანში თუ გადამოვარდება მერე აიღონ. აი ეს არა, ბიჭო. ოუ, აი ესე. 3-2. აი ეგრე. ყოჩახ ბარამ. მეგრე ყოჩახ. აი ესე რა, გაუში კარში და გადმოარდნილი ბურთი უფრო რეალურია რა, ვიდრე მიღება. 3-2. კიდე წინ ორი კაცია. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექადეშუბა 83. მადლობა.